საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით უდიდესი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება დღეს 19 საათზე გაიხსნება ფილმით თეთრი ქანავანი, რომელიც ელდარ შენგელაიამ რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო. ამ თემაზე სასაუბრად ჩვენი ლეგენდარული მსახიობი და ელდარ შენგელაიას უახლოესი მეგობარი ბატონი იმედო კახიანი და გიორგი კაკაბაძე. საქართველოს ეროვნული არქივის კინო, ფოტო, ფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გვესტუმრენ და მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენთან ერთად მიწევს საკყოფნა, ჩემთვის თქვენ ხართ ლეგენდარული მსახიობი და მე ღრმად მწავს რომ თქვენთან ერთად გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში დაუვიწყარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. თქვენს სახელს უკავშირდება ბატონი ელდარის პირველი დიდი წარმატებები კინოში. და ეს არის თეთრი ქარავანი, ხო, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფილმი. მაინტერესებს, როგორი იყო ახალგაზრდა ელდარი? როგორ გაიხსენებთ მას? ელდარს ახალგაზრდობას ბოლომდე შემორჩა. სულ აღტაცებული და შეყვარებული და ბედნიერი იყო თავის ქვეყანაზე და თავის საქმეზე. ახალგაზრდა იყო ძალიან. ვგიკი ახალი დამთავრებული ჰქონდა მოსკოვში, კინემატოგრაფის ინსტიტუტი და ელდარი და თამაზ მელიავა ჩამოვიდნენ ერთად. მაშინ ასე აკეთებდა კინოსტუდია, რომ ახალგაზრდები რო ჩამოდიოდნენ, თუ ორმი იყვნენ, ერთობლივად აძლევდნენ ფილმს გადასაღებად. აი რევას ხეიძე, თენგიზ აღმოძე, მაგდარას ლურჯა გადაიღეს. ეხლა ელდარს და თამაზ მიცეს თეთრი ქარავანი. ნუ საინტერესო და ესეთი სამუშაო იყო. და მთელი ყურადღებით და მსახიობისთვის ბედნიერება ისეთ რეჟისორთან მუშაობა, რომლისიც გჯერა და იცი რომ თუ მიენდობი სწორ გზაზე გაგიყვას. და ღმერთმა დაიფაროს და ხდება ხანდისხან რომ რაღაცა ვერ არის თვითონ გარკვეული რეჟისორი და შენც ისე გაიარე, ასე გამოიღე, რატო რაღაცა ელდართან ამის პრობლემა არ იყო. იცოდი რომ იმას ზუსტად იცოდა ყველაფერი, მაგრამ ერთიც იყო გადაყენის მოედანზე რომ მოსულიყო უცხო ვინმე, რომელი იყო რეჟისორი ვერ გაიგებდა. სხვა რეჟისორებს უყვარდათ ახლა გადაღების მოედანზე რეჟისორისთვის დიდი სავარძელი იდგა და იქიდა და იზრდებოდა განკარგულებებს და ელდარი თავისდარს ვერ ნახავდა. იქ ოპერატორი რო კადრში ჩაიხედავდა რაღაც არ მოწონდა, იქ რო ყოფილიყო დიდი ლოდი, რომელიც ხელს უშლიდა, დაიძახებდა რომ ის გაიტანეთ. პირველი ელდარი გარბოდა და იღებდა. ყველაფერს ისაკეთებდა მოედანზე. ამიტომ ასეთ რეჟისორთან ვიღაცა თანაც რო იცი რომ მაგარია მართლა ბედნიერება იყო. შევხვდი თეთრ ქარავანს. მან გაიცანით პირველად ერთმანეთი თუ გქონდათ მანამდეც ურთიერთობა? არა, ვიცნობდი, მაგრამ ისეთი ახლობლობა არ მქონია, მეგობრობა და ის არ იყო. საქმიანი პირველი კვეთა ეს იყო რეალურად. პირველი იყო ეს თეთრი ქარავანი. და ბევრი გაისინჯა მსახიობები როგორც ესია. ისე და რა ვიცი, რადგანაც მე დავჭი ამ ფილმზე და შარშან წინ ვიყავით კანში ფესტივალზე, უბრალოდ ელდარი დაპატიჟეს. დიახ. და თეთრი ქარავანი წავიღეთ. ნუ მე როგორც მონაწილე მეც ვიყავით და აჩვენეს თეთრი ქარავანი. ნუ ვერ წარმოვიდგენ ახლა დარბაზი სავსე და მაყურებელი და პირველი გამოჩენის წუთიდანვე იწყებოდა ტაშის დაგვრა. ქართულ პეიზაჟს და იმას რო უყურებდა მაყურებელი სხვარი ამ ციხესიმაგრეების და საოცრების ფონზე სუტაშის მაცროვად გრიალით მიდიოდა ფილმი. ხო და წარმატება ჰქონდა დიდი, თუმცა ბევრი შრომა იყო საჭირო. 3 წელი მუშაობდით ფილმზე. ეს საოცრად ბევრია. ითუმეტეს დღევანდელ დღეს, მაშინაც 1 წელიწადში ყველაფერი მთავრდებოდა და მაგრამ სხვართან ვიყავით.
სადაც იყო ცხვარი, მივიდოდით იქ. 3 წელი ყიზლარში ვიყავი და 3 წელი აგერ ქიზიყში. ცხვარი ზამთარში იყო იქ კასპიის ზღვაზე. ჩვენი ცხვარი. მახსოვს ყაზბეგში რომ გამოვეწვე და ჩავიცვი ეს ცხრის ფორმა, წავიდა ცხვარი კასპიის ზღვისკენ და გავყიდე. ერთი თვე მივიდოდით გზაში. რა სამ. სასტუმროა რამე არა. სადაც დაგვიღამდებოდა, მივრეყავდით ცხვარს და ჩვენც ის გავხოვნებს გვეძიდა. გზა და გზა ვიდეო და გადაღება. ერთი თვე იქეთ, ერთი თვე აქეთ. ეს საოცარი ისტორია არ ვიცოდი. ნუ შეჭირდებოდა უცხوارოთ ჩვენ ვის. შეშესლა ნამდვილად აღარ გაგიჭირდებოდა. ალბათ ამ შრომის შედეგი არის ზუსტად ის, რომ საკმაოდ წარმატებული იყო ეს ფილმიც და არა მხოლოდ ეს ბატონ ელდარს არ მახსენდება მე რომელიმე ფილმი, რომელიც წარმატებული არ იყო და ერთი მეორეზე უკეთესი. კი, და ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რომ 2 წლის წინ კანში აჩვენეს ეს ფილმი და ეს არის ზუსტად ალბათ ხელოვანის ამაზე დიდი წარმატება არაფერია. კი ბატონო. არ არის სოფლიოში ალბათ მეორე რომ ან თუ არის შეიძლება 1-2 კაცი იყოს, რომელსაც მეორედ მიცეს სოფლიო კინოკლასიკოსის დიპლომი. ერთი მიღებული ხონდა და ერთი ახლა ეს თეთრი ქარავანი ვიყავი მეც ამას დავესარი. მეორედ მიცეს ელდარს. და იყო ღირსი. ნამდვილად კინოსთვის, მაგრამ მარტო კინო კი არა. ელდარის პირადი ცხოვრება იყო საინტერესო. მე იშვიათად მომეზებნება და მეგულება ადამიანი, რომელიც ასე შეყვარებული იყო თავის ქვეყანაზე, თავის ხალხზე, თავის ოჯახზე, მეგობრებზე და საქართველოზე ზედამთვარე ამოდიოდა. ყველაფერს აკეთებდა. მე მაგის სახე მახსოვს მოსკოვშიც შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან. როგორ უმტკიცებდა საქართველოზე რაებს ელაპარაკებოდა მერე ყრილობაზე გარბაჩოვს რო გადასცა ის დოკუმენტური მასალა 9 აპრილის კი ბატონო. რომ გოგახაინდრავას გადაღებული გასაგებია. მიიტანა ყრილობაზე გამოვიდა სიტყვით და მივიდა ტრიბუნასთან და ესე გადაცა გარბაჩოვს ცეკას პირველ მდივანს აი ეს საქართველოზე ის არის და აღარ მინდა ქართველებს ამას ვერ გაბედა ვერავინ. მე მახსოვს რა დღეში იყო ქუჩაში ხშირად ვიღაცები და მე სახში წავიყვარე და ერთად ცხოვრობდით ჩემთან. იმდარი თავის ოჯახით, ცოლშვილით და მეც და ვიყავით ერთად. ხშირად ღამით გვიან ადგებოდა სადღაც გარბოდა. ერთხელაც მაღვიძებს ნახე 4 საათი რა იყო მე ვთქვი რა მანქანა მომეციო იქ უნდა წავიდეო რუსთაველის თეატრის ქვევით შტაბი ქონდა და იქ უნდა მივიდე და მანქანა მომეცი გასაღებია მე ვთქვი წამოვალ გაზ ბარდოსად გაგიშვა და გავყევი როგორი ანთებული როგორი სიყვარულით როგორი ქვეყანაზე მივიდა ვიღაცები წამოიყვანა ტელევიზიაში გადაცემა გავაკეთა დიდებული პიროვნება. კი, ნამდვილად დიდებული პიროვნება და სწორედ აი ამ ყველაფერმა განაპირობა ის პროექტი, რა პროექტსაც ახლა საუბრობთ. კი ბატონო.